სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი მოსახლეობას საყოველთაო რეფერენდუმისა და პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეს ულოცავს. მისალოცი წერილი საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ Facebook გვერდზე გამოქვეყნდა. სრულად გთავაზობთ მიმართვის ტექსტს. გილოცავთ საქართველოს ტერიტორიაზე საყოველთაო რეფერენდუმის ჩატარებას და პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეს. 34 წლის წინ 31 მარტს ჩატარდა საყოველთაო რეფერენდუმი მათ შორის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ ერთადერთ კითხვას თანახმა ხართ თუ არა აღსდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე დადებითად უპასუხა. სწორედ ეს რეფერენდუმი გახდა დამოუკიდებლობის აღდგენის საფუძველი, რაც პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მაშინდელი უზენაესი საბჭოს ჩვენი ერისა და საერთოდ საქართველოს მთელი მოსახლეობის დამსახურებაა. გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს და მონაპოვარს და ასევე ბატონ ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს. ღმერთმა ნათელი დაუმკვიდროს მის უკვდავსულს. ილია მეორე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის. 31 მარტი 2025 წელი. ჰიპერმეტროპია იგივე შორსმხედველობა ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. როგორ ამოვიცნოთ ეს დარღვევა, რა სიმპტომები ახასიათებს და რა მიზეზით ვითარდება? ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება ექიმი ოფთალმოლოგი ნინო ბაკურაძე. ჰიპერმეტროპია, ანუ შორსმხედველობა, ანუ ეგრეთ წოდებული პლიუსი, ეს არის რეფრაქციული მანკის ერთ-ერთი სახეობა. ნორმაში თვალის სიგრძე, თვალის ღერძი უნდა იყოს 23 მმ დაახლოებით. ჰიპერმეტროპიის შემთხვევაში თვალის ღერძი არის მოკლე, შესაბამისად შეკრებილი სხივების ფოკუსირება ვერ ხდება ბატურა გარსზე, არამედ მის უკან. რაც შეეხება სიმპტომატიკა დამოკიდებულია ჰიპერმეტროპიის ხარისხზე. განასხვავებენ სამი ხარისხის ჰიპერმეტროპიას, ეს არის სუსტი, საშუალო და მაღალი ხარისხის ჰიპერმეტროპია. სუსტი ჰიპერმეტროპიის შემთხვევაში პაციენტი შეიძლება მხედველობით არ აღნიშნავდეს მხედველობით ჩივილებს. ეს განპირობებულია აკომოდაციის სისტემის მუშაობით, რომელსაც საბოლოო ჯამში მივყავართ აკომოდაციის სპაზმამდე. რაც შეეხება საშუალო და მაღალი ხარისხის ჰიპერმეტროპიებში, პაციენტი უჩივის ცუდ მხედველობას როგორც შორს, ისევე ახლო მანძილზე, თვალების დაღლას, წვას, ტკივილს, თვალისა და წარბის არეში, დისკომფორტის შეგრძნებას და უხარისხო ხედვას. ჰიპერმეტროპიის მკურნალობის მეთოდებზე ისაუბრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, ოფთალმოლოგიური კლინიკის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა მერაბ დვალმა. როგორც მან აღნიშნა, შორსმხედველობა იყოფა ორ ნაწილად. პირველი ბავშვები, რომლებიც იბადებიან შორსმხედველობის პრობლემით. მეორე არის ასაკობრივი, რომელსაც პრესბიოპიასაც უწოდებენ. ეს ეხება იმ ადამიანს, რომელსაც ახალგაზრდობაში კარგი მხედველობა ჰქონდა შორ მანძილზე, მაგრამ 40-45 წლის შემდეგ ახლო მანძილზე უჭირს დანახვა. ბავშვებში 8-9 წლის ასაკის შემდეგ შეიძლება გაკეთდეს ლაზერული კორექცია ან გაუკეთდეს კონტაქტური ლიზა, რომელსაც რასაკვირველია დედა მოეხმარება, რომ ჩაისვას დილით და საღამოს მოიხსნას. ლაზერულ კორექციას ეს არ ჭირდება. ბავშვი მთელი დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში უკვე საშუალო ასაკშიც და ასაკოვან ასაკშიც მას შეიძლება უსათვალოდ ყოფნა, მაგრამ ის ხდება ნორმალური მხედველი, ანუ ემეტროპი და ამიტომ მასაც გაუჩნდება ყველა შემთხვევაში პრობლემა 45 წლის ასაკის შემდეგ. საკითხავად მასაც დაჭირდება სათვალე. შეიძლება ითქვას, რომ ხალხს არ უნდა კი ხედავენ ნორმალურად, მაგრამ ახლოს სათვალე რომ იკეთია, არ მომწონს გეუნებიან. ამის შესაძლებლობა რა არის? ეგრეთ წოდებული მონოვიჟნი. ანუ სხვადასხვა ხედველობა, სხვადასხვა რეფრაქცია თვალებზე. მაგალითად, მარჯვენა თვალი და უმეტესად რომელიც არის წამყვანი თვალი, მე მაცაციები ვინც არიან, იმათ მარცხენა თვალია როგორც წესი. მარჯვენა თვალი, თქვათ, ახლა უმეტესობას მარჯვენა თვალი, ხელი და მარჯვენა თვალი არის წამყვანი, ამიტომ მათთვის შეიძლება ითქვას, რომ მას ამ თვალს უტოვებენ შორისთვის ხელუხლებლად და მარცხენა თვალზე უკეთებენ ან კონტაქტურ ლიზას, ან ლაზერს. ერთი თვის განმავლობაში დაახლოებით ამ შუალედში ტვინი ეჩვევა იმას, რომ შორ მანძილზე
მის განძალაუნებურად ჩაირთვება მხედველობაში მარჯვენა თვალი და როდესაც ჟურნალს გაზეთთან წიგნს აიღებს ხელში, ჩაირთვება მარცხენა თვალი. პაციენტებს უნდათ რომ ესეთი მოთხოვნაც არის. მე მინდა ორივე თვალით კარგად ხედავდნენ როგორც შორმანძილზე, ისე ახლო მანძილზე. მიუხედავად იმისა, რომ მე ვარ თქვა 50 თუ 55 თუ 60 წლის. ამ შემთხვევაში ერთი ვარიანტი ხრჩება, რომ ერთი თვალი შორისთვის, ერთი თვალი ახლოსთვის, როგორც ველაპარაკეთ, მაგრამ მეორე ვარიანტი არის რა, რომ ჩაისვას ეგრეთ წოდებული მულტიფოკალური, ანუ სამფოკუსიანი ლიზები თვალში. ეს არის უკვე კატარაქტის ოპერაციის მაგვარი ოპერაცია კეთდება, ოღონდ გამჭვირვალე ან ნაწილობრივ გამჭვირვალე ბროლზე და ეს თითოეული თვალს აქვს უნარი ყველა მანძილზე. ახლო მანძილზე, საშუალო მანძილზე, ანუ 80 სანტიმეტრზე და შორ მანძილზე უსათვალოდ იყოს. ამიტომ ეს პაციენტი ყველა მანძილზე ორივე თვალით ხედავს საკმაოდ კარგად. ქართველმა მოზარდებმა ჭადრაკში მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს. სერბეთში გამართულ შეჯიბრში 43 ქვეყნის 470 მოჭადრაკე მონაწილეობდა. ანასტასია კირთაძე და ერეკლე ტაბატაძე ჩემპიონატის მსვლელობისას ლიდერთა შორის იყვნენ და საპრიზო ადგილებისთვის იბრძოდნენ. საბოლოოდ ორივემ ვერცხლის მედალი მოიპოვა. მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატზე საქართველომ 43 ქვეყანას შორის მე-6 ადგილი დაიკავა. ახალგაზრდული ნაკრების წევრები მწვრთნელთან ერთად სამშობლოში უკვე დაბრუნდნენ. აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვანი წარმატება ხვდა წილად ბაადურ ჯობავას რუმინეთში გამართულ ევროპის ვაჟთა ჩემპიონატზე. მან მსოფლიო თასის საგზური მოიპოვა. 20-დან 28 მარტის ჩათვლით სერბეთის ქალაქ ვრნიაჩკა-ბანიაში გაიმართა მსოფლიოს კადეტთა ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის 7-დან 17 წლამდე, სადაც საქართველოს დელეგაცია 9 მოჭადრაკით იყო წარმოდგენილი. თავიდანვე მაღალ კატეგორიებში 15 წლამდე ბიჭებში და 17 წლამდე გოგონებში ჩვენი მოჭადრაკეები ითვლებოდნენ ფავორიტებად და პრინციპში ეს სტატუსი გაამართლეს კიდეც, რადგან 17 წლამდე გოგონებში ანასტასია კირთაძემ დაიკავა მეორე ადგილი, პირველ ნომრად იყო განთესილი და პირველ ადგილს ეცვალოდი, თუმცა ტურნირიდან გამომდინარე, მძიმე სტარტიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მეორე ადგილი ნამდვილად წარმატება იყო იმ ფონზე, როდესაც მან მე-7 ტურში წლია ტურნირის გამარჯვებულს და სულ ცოტა დააკლდა იმისთვის, რომ ჩემპიონის ტიტული მოეპოვებინა. ხოლო 15 წლამდე ბიჭებში ერეკლე ტაბატაძე მეორე ნომრად იყო განთესილი და მეორე ადგილი დაიკავა, რაც მე ვფიქრობ, რომ მისთვის ძალიან კარგი შედეგია. ეს მისი პირველი წარმატება საერთაშორისო მასშტაბით და ვფიქრობ, რომ წარმატებები კიდევ და კიდევ მეტი ექნება მას. რაც შეეხება დანარჩენ ქართველ მონაწილეებს, ასევე ჰქონდა შანსები 15 წლამდე გოგონებში ბარბარე აშოტიას, რომელმაც სამწუხაროდ ბოლო ტური დათმო და რომ არა ეს მარცხი შეეძლო სამეულისთვის ებრძოლა საპრიზო სამეულისთვის. ასევე ლუკა კუნთელიას ჰქონდა 3 წლამდე ბიჭებში ძალიან კარგი შანსი, ბოლო ტურებამდე იბრძოდა ჩემპიონობისთვის და მე-7 ტურში სრულიად დამთავრებულ პოზიციაში განცდილი მარცხის შედეგად დაიკავა მხოლოდ და მხოლოდ შემდეგ უკვე ადგილი ათეულს მიღმა და ასევე გიორგი წულაიას ჰქონდა კარგი შანსი 11 წლამდე ბიჭებში. დანარჩენ ქართველმა მონაწილეებმა ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი გამოცდილება მიიღეს და ვფიქრობ, ეს გამოცდილება მათ დაეხმარებათ მომდევნო ტურნირებში უკეთ თავის წარმოსაჩენად. მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან კარგი თუ იყო ქართული ჭადრაკისთვის, რადგან რუმინეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ბაადურ ჯობავამ მოიპოვა მსოფლიო თასის საგზური და ასევე მინდა უსურვო წარმატებები მას მსოფლიო თასზე. სამომავლო გეგმებს რაც შეეხება ჩვენი ახალგაზრდული ნაკრები უკვე მაისში მიიღებს მონაწილეობას რუმინეთში უკვე ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე და ვფიქრობ ევროპის სასკოლო ჩემპიონატიდან უკვე ძალიან ბევრი მედლებით და მრავალრიცხოვანი მედლებით დაგვიბრუნდებიან საქართველოში.